ერთი კვირის წინ შტორმის შედეგად დაბინძურებული ქობულეთის სანაპირო დღემდე მოუწესრიგებელია. ძლიერი ღელვის შედეგად ზღვამ ქვაღორღი მოსახლეობის ეზოებამდე მიიტანა. სტიქიის შედეგებს ადგილობრივები საკუთარი ძალებით ებრძვიან. დაბინძურებული ასევე სასეირნო ბილიკები, დაზიანებულია ჯებირები. ქობულეთის გამგეობაში კი ამბობენ, რომ სტიქიის შედეგად დაზიანებული სანაპიროს დასუფთავების თანხები ბიუჯეტში არ აქვთ გათვალისწინებული და არც შესაბამისი ტექნიკა არ გააჩნიათ. სულხან მესხიძე მოგითხრობთ. ასეთი სურათია ქობულეთში თამარ მეფის სანაპიროზე ერთი კვირის წინ მომხდარი შტორმის შედეგად გზის სავალი ნაწილი ქვიშისგან გაუწმენდავია. ძლიერმა ტალღებმა ღორღი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულზე შეიტანა. ეზოდან ქვიშა ადგილობრივებს საკუთარი ძალებით გააქვთ. აი როცა შტორმია, ყოველთვის ესეა. ეხლა ხო ჩაყარეს იქ. ეხლა უნდა გადმოვიდენ აქეთ მონაკვეთში და ჩაყარონ აქ. აი შეხედეთ პლაჟი, გამოდით და შეხედეთ პლაჟი, აქ დავიწროებულია უკვე, იქ გაფართოებულია. უნდა ესე იგი, უნდა აქეთ ჩაყარონ უკვე, აი იმასაც დაანებენ თავი უკვე. მთელი ზამთარი ახლა წეს ასე რო ვართ, რომ ახლა წყალი უცბად რო ამოვარდება და შემოვარდება და ისე 2 წელია თითქმის. წმინდავთ ახლა ეგეთ შეყრილია ჩემას, მე ზედაც ჩემი ადგილას მე უნდა გავწმინდო იქანი, ვინ გაგვიწ არავინ არ გაგვიწმინდა. თამარ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება გამგეობის შესაბამის სამსახურებს დღემდე არ უცდია. მათივე თქმით, ნაპერი ყოველი უმამიდობის შემდეგ ღორღით ივსება. ერთი ადამიანი არ მოვა მთავრობიდან გიჭირის გილხის, სხვამ წაგიღო, დაგიზიანა რამე ხნა არაფერი, რომ გამოზაფხულდება პასტითა ფურცელით, რამდენი ოთახი გაქვთ, რამდენი ტუალეტი გაქვთ, რამდენს შემოსავალი გაქვთ და ჩაგვიждენ წილში, მოდის იმაზე თორა ჩვენ თუ რამე გვიჭირს. ასე არის მთელი ზაფხული მოხრეშილი ყველაფერი. ხრეში არის მთელი ქუჩა. მუნიციპალიტეტის გამგებლის გიორგი რომანაძის განცხადებით სანაპიროს დასუფთავება ქალაქის გამწვანების სამსახურის ვალდებულება. მისი ინფორმაციით აღნიშნული ტერიტორია წელს სულ 3 დასუფთავდა. იგი ამბობს, რომ შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპიროს გასაწმენდად თანხა 2014 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის. თამარ მეფის სანაპიროზე ეს პრობლემა ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია. დაახლოებით 3 დავასუფთავეთ ეს ტერიტორია. ჩვენ საკუთარი ძალებით ვაკეთებთ მაგას. საუბედუროთ თანხა ჯერჯერობით გათვალისწინებული არ გვაქვს, მაგრამ იმდენად ეს უკვე პერიოდულობით, ისე ხშირი პერიოდულობით ხდება მაგის დასუფთავება, რომ აუცილებლად მოგვიწევს შესაბამისი თანხის გათვალისწინება. მოსახლეობის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ მუნიციპალიტეტის გამგეობის გამწვანების სამსახურში. არჩილ დუმბაძის მტკიცებით აღნიშნული ტერიტორია ინტენსიურად იწმინდება, თუმცა აქვე განმარტავს, რომ სამსახურს შესაბამისი ტექნიკა არ ხავს. ძალიან ხშირად იწმინდება ბუნების მოვლენებს ჩვენ წინ ვერ აღუდგებით და ძლიერი შტორმის შედეგად ხდება სამწუხაროდ სანაპირო ზოლში ქვის და ხორღის ამოტანა. ამ დღეებში მინდა აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენოთ მუნიციპალიტეტის სამსახურების შესაბამისი ერთობლივად გეგმავთ, რომ მოვახდინოთ დასუფთავების აქცია და ქვიშა ისევ გავიტანოთ სანაპირო ზოლიდან. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამომავლო ზღვის სანაპიროს დასუფთავებისთვის ბიუჯეტში თანხების გათვალისწინებას არ გამორიცხავენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მანამდე სანაპიროს ქვიშისგან გაწმენდას ბათუმის სანდასუფთავების სამსახურისგან ნათხოვარი ტექნიკით შეძლებენ.